მისაქციელში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ყველა მოსწავლე და მასწავლებელი სოფლის შესასვლელთან იყო მობილიზებული. აქაურები პრეზიდენტს ელოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სოფელში ჩასვლა მიმდინარე გამრიცხველიანების პროცესის შესამოწმებლად გადაწყვიტა. საგანგებოდ პრეზიდენტისთვის სოფლის გუბეების სახელდახელოდ ამოავსეს. მოსწავლე მასწავლებლები კი გზის ორივე მხარეს გადაანაწილეს. პრეზიდენტი სწორედ ამ ადგილას გაჩერდა. სააკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრისგან მოხსენება ჯერ თავად ჩაიბარა, შემდეგ კი მოსახლეობას მასთან ახლოს მისვლას თხოვა. მობძანეთ ყველა მობძანეთ. ხალხს ჩააბარონ ანგარიშიდან. გაკეთებული უკვე რაც დღეის მდგომარეობით გაკეთებულია ყველა სოფელი და ყველა ქალაქი და დაბის ტიპის დასახლება დამთავრებულია. წლის განმავლობაში 222 სოფელი და 222 სოფელი გაკეთდება. მინისტრის ანგარიშიდან გაირკვა, რომ ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი მთლიანად საქართველოში 2013 წლისთვის უნდა დასრულდეს. კონკრეტულად ამ სოფელში კი თანამედროვე ტიპის მრიცხველი 800-მდე აბონენტს ექნება. პრეზიდენტი მოსმენილით კმაყოფილი დარჩა და გაწეული სამსახური პროექტის ხელმძღვანელებს, ენერგოპროჯორჯიას წარმომადგენლებს ასე შეუფასა. Congratulations, very ambitious program. Super. პრეზიდენტის გვერდით მისაქციელში მცხოვრები ის ადამიანები მოხვდნენ, ვისაც სააკაშვილი გასულ წელს კომუნალური მრიცხველების შეცვლას დაპირდა. გიგათმადურებები ვართ, რომ შეგვისრულოთ ეს თითქმის მისულია ბოლომდე. აბა სხვა მითხარით კიდევ რა გიჭირთ ახალ დავალებებს ვიღებ ახლა ეს ერთი დავალება შევასრულოთ. პრეზიდენტ შიდა გზების კეთილმოწყობა და ტრანსპორტის პრობლემების მოგვარებაც სთხოვეს. სააკაშვილმა ყველაფრის შესრულების პირობა დადო და მისაქციელი დატოვა.